გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ანა ткаჩუკი, ავსტრალიის მიერ სერტიფიცირებული კოსმეტიკის ქიმიკოსი და ბიოლოგი და დღეიდან გადავწყვეტე გამაკეთებინა განხილვები კოსმეტიკური ინგრედიენტების, ემულგატორების, აქტივების და ასე შემდეგ, იმისთვის რომ თქვენ გაგიმარტივდეთ კოსმეტიკის წარმოების პროცესი. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგრედიენტს ოლივე მათას, ვნახავთ საერთოდ რა არის, რისთვის გამოიყენება, რა შეცდომებს უშვებენ დამწყებები მასთან მუშაობისას და საბოლოო ჯამში ასევე ვნახავთ თუ რა პროდუქტებში გვხვდება ოლივე მათასი. სანამ უშუალოდ ოლივე მათასის დახასიათებაზე გადავალთ, პირველ რიგში მგონია სწორი რომ განვიხილოთ ზოგადად რა არის ემულგატორი. ემულგატორი არის ისეთი კოსმეტიკური ინგრედიენტი, მარტივი ენით რომ ავხსნათ, რომელსაც შეუძლია წყლის ფაზისა და ცხიმის ფაზის შეერთება. თუ ამზადებთ ემულსიას, კრემს, მაშინ აუცილებლად თქვენ გექნებათ როგორც წყლის ფაზა, ანუ წყლის შემადგენელი ნაწილი, ისე ცხიმის ფაზა, რომელიც არის ან ზეთები, ან ცხიმები, რომელსაც იყენებთ. თუ ამ ორს ერთმანეთში შევუერთებთ ემულგატორის გარეშე, მაშინ ისინი უბრალოდ არ შეერთდება. ეს არის ქიმიური ბუნება მათი, ასე ვთქვათ, არ შეერთების. თუმცა თუ გამოვიყენებთ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც აქვს წყლის მოყვარული მხარეც და ცხიმის მოყვარული მხარეც, მაშინ ერთ ფორმულაში, ანუ ერთ კოსმეტიკურ პროდუქტში ის შეძლებს დაასტაბილუროს ორივე მხარე და საბოლოო ჯამში ვიღებთ კრემს ან ლოსიონს ან ტანის კარაქს, რომელიც არის სტაბილური, არ გვეშრება ფენებად და შეგვიძლია მომხმარებელზე ან გაყიდვა, ან ჩვენთვის მოხმარება. ოლივე მათასიც არის ემულგატორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ეს უნარი შეერთოს წყალი და ზეთი. თუმცა ეს არის მისი სავაჭრო სახელი, ანუ ოლივე მათასი არ ახასიათებს მის ქიმიურ ბუნებას. შეიძლება ბაზარზე შეხვდეთ ოლივე 9-ს, ოლივე 3-ს და სხვადასხვა ესეთ ოლივე სახელწოდებებს, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტია და კრემის დამზადებისას აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს მოგცემ. ოლივე მათასის საერთაშორისო სახელი არის ცეწიარო ოლივატი და სორბიტან ოლივატი, რომელიც სახელიდან გამომდინარე ხვდებით, რომ მიიღება ზეთისხილის ზეთისგან. გარეგნულად არის თეთრი ფერის ფანტელები, თუმცა როდესაც ვარჩევთ ემულგატორს, ძალიან ხშირად ყოფილა ხოლმე ესეთი შეცდომა ჩემ მოსწავლეებში, რომ ემულგატორს ვიზუალურად არჩევენ. ეს არის ძალიან არასწორი, რადგანაც ოლივე მათასის მაგალითად ნაირი ემულგატორი, ან თეთრი ფერის ფანტელების ნაირი ემულგატორი არის ბაზარზე ალბათ მილიონი და ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება არა გარეგნულ მახასიათებელს, არამედ მის საერთაშორისო სახელწოდებას, რომელიც წეღან უკვე ვახსენებ. მოდი განვიხილოთ ოლივე მათასის დადებითი მხარეები და შემდეგ უარყოფითსაც მიმოვიხილოთ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომწონს ოლივე მათასში, ის არის ძალიან სტაბილური, ანუ სტაბილურ pH-ზე შეუძლია მუშაობა. რაც გულისხმობს, რომ 3-დან 12-მდე pH-ში თუ აქვს ჩვენ საბოლოო პროდუქტს, ეს ემულგატორიც სტაბილურად შეინარჩუნებს მის თვისებებს და ასე ვთქვათ, დაიჭერს ამ წყლის და ცხიმის ფაზას ერთმანეთში. შეიძლება დამწყებებმა საერთოდ არ იცოდნენ pH-ის მნიშვნელობა და რომ საერთოდ უნდა გაზომონ pH-ი და სწორედ ამიტომაც დამწყებებისთვის არის ასეთი ასე ვთქვათ, კარგი პროდუქტი, რადგან იმის და მიუხედავად, რომ შეიძლება არ გაზომონ pH-ი, მაინც სტაბილურად იმუშავებს ეს ემულგატორი, რადგან როგორც ვთქვი, ძალიან ფართო მუშაობის სპექტრი აქვს. მეორე მისი დადებითი თვისება არის ის, რომ ის არის ბუნებრივი წარმოშობის, ანუ თუ თქვენ ამზადებთ ბუნებრივ კოსმეტიკას, ან გაქვთ რაღაცა ორგანული მიმართულება არჩეული, მაშინ ეს ემულგატორი ძალიან გამოგადგებათ, რადგან თავისი ბუნებით ის არის ბუნებრივი და ფორმულაში თამამად შეგიძლიათ ჩასვათ. ეხლა ვახსენებ მის უარყოფით მხარეებსაც, ოლივე მათას, ჩემი დაკვირვებით აქვს საპნის ეფექტი. ანუ თუ ფორმულაში ცოტა არ, ასე ვთქვათ, ვიჩალჩეთ რაღაცეები და არ ჩავანაცვლეთ ზოგი გამასქელებელი, ზოგი კოემულგატორი, იმ შემთხვევაში შეიძლება მოგცეს საპნის ეფექტი, რომელიც, მცირე რაოდენობით არის მისაღები მით უმეტეს ბუნებრივ პროდუქციაში და ხელნაკეთ პროდუქციაში, თუმცა დიდი რაოდენობით არის ძალიან არასასურველი მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, შეიძლება საკუთარი თავისთვის ვაკეთებდეთ პროდუქტს და მაგ შემთხვევაშიც ძალიან არ მოგვეწონოს ეს თეთრი რაღაც საპნის ეფექტი. საპნის ეფექტზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს და როგორ შევამციროთ ეს ეფექტი, ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ. ეხლა როგორ უნდა გამოვიყენოთ ოლივე მათასი ჩვენს ფორმულაში? პირველ რიგში ოლივე მათასი შეგვიძლია 3-დან 10%-მდე გამოვიყენოთ, ანუ 100 გრამ პროდუქტზე მაგალითად თვითონ ოლივე მათასი უნდა იყოს 3 გრამიდან 10 გრამამდე. შესაბამისად, თუ 3-ზე ნაკლებია, ძალიან დიდი შანსია კი არა და
თვითონ წარმოებელიც გვეუბნება, რომ 3-მდე არ უნდა გამოვიყენოთ, 3-მდე მოგცემს არასტაბილურ პროდუქტს. ამ დროთა განმავლობაში შეიძლება ფენება დაიშალოს ან გამოიყოს ეს ზეთის ფაზა ზემოთ. შეიძლება ესეთი პროდუქტი ნანახი გქონდეთ კიდეც. ოლივე მათას იხსნება ცხიმში, ანუ ცხიმის ფაზაში ამატებთ და უნდა გააცხელოთ მისი დნობის ტემპერატურიდან 10 გრადუსზე ზემოთ მაინც. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გქონდეთ თერმომეტრი და ზუსტად გაზომოთ ტემპერატურა, თუ პროფესიონალურად ვუდგებით და თუ გინდათ, რომ კარგი შედეგი მიიღოთ დროთა განმავლობაში. აქვე ვიტყვი დამწყებების შეცდომებს, რაც გულისხმობს აი ამ 3%-მდე ოლივების დამატების შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს სისტემა მწყობრიდან, ანუ პირველად რო დავამზადებ, შეიძლება ვიზუალურად იყოს ერთიანი მასა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ცხიმი ამოვიდეს ზემოთ. მეორე შეცდომა არის ზედმეტად ბევრი ცხიმის გამოყენება. 30% ცხიმის გამოყენება, მაგალითად, აი 30 გრამი 100 გრამზე შეიძლება იყოს ზედმეტი ოლივე მათასისთვის და ვერ მოერიოს ეს ემულგატორი. ასევე შეცდომა, თუ მხოლოდ ხელით ურევთ, შეიძლება კარგად და სწრაფად ვერ განაწილდეს ეს ემულგატორი ჩვენს კრემში და არ დაიწყოს მუშაობა, ამიტომაც სუსტი შერევაც იწვევს შემდეგ უკვე ემულგატორის დესტაბილიზაციას. საბოლოო ჯამში დამწყებებს შემიძლია თამამად ვურჩი ოლივე მათასის გამოყენება, რადგანაც სამუშაოდ არის ძალიან მარტივი, გამოიყენება როგორც საბავშვო პროდუქციაში, მზის დამცავ პროდუქციაში, სახის დამატენიანებელ კრემებში, ნებისმიერ ტიპის კანისთვის არის შესაფერისი. როგორც გითხარით, pH-ზე, ანუ 3-დან 12-მდე მუშაობს და ძალიან სტაბილურია. ასევე ძალიან კარგი მდგრადობა აქვს ვიტამინების, აქტივების მიმართ, მათ შორის მჟავების მიმართ. ასე რომ თავარია გაითვალისწინოთ ის დამწყებების შეცდომები, რაც მანამდე გითხარით და საბოლოო ჯამში მგონია, რომ ძალიან მოგეწონებათ ამ პროდუქტთან მუშაობა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.